თან ეხლა თავიანთ ამორჩეულს საკენკი დაუყარეს რეალურად, იმიტომ რომ მე ხშირად ვიმეორებ ხოლმე ამას, იმიტომ რომ მიუხედავად ჩემი განსხვავებული პოლიტიკური პოზიციისა რადიკალურად ქართული ოცნების ამორჩეულთან, მე როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ქართული ოცნების ამორჩეულს პატივს ვცემ და მე არ მგონია ესენი სულელები და ქართული ოცნებას მართლა სულელი გონია ქართული ოცნების ამორჩეველი. იმიტომ რომ ეხლა რა საკენკი დაუყარეს ლილუაშვილთან დაკავშირებით და რაში უნდათ რომ გადაიყვანონ, რომ ლილუაშვილი თურმე იქო ნაცებს, ანუ ხაბეიშვილს, რომელიც ამხელდა მთელს ამ პროცესში 2019 წლიდან ამის გამო ფიზიკურად უსწორდებოდნენ, სასიკვდილოდ სცემდნენ ადამიანს, აი თურმე ხაბეიშვილს აფინანსებდა და მე იმ ოპოზიციურ მედიებს აფინანსებდაო თურმე, რომლებიც ამხელდნენ ლილუაშვილს და მინდოდა ეს მეკითხა, იმიტომ რომ აი ამ საქმეში თქვენ კარგად გაიხსენეთ ახლა პროკურორი თავიდან მისი დაკავების დროს როცა საუბრობდა, იყო აი ეს ეპიზოდი, რომელიც მე ძალიან მენიშნა და ძალიან მომხდა. შეგნებულად აი ზუსტად მედიების, ოპოზიციური მედიების დაფინანსება, რას უნდა ემსახურებოდეს? აი ამას, რომ საკუთარ ეხლა ნახეთ ქართულ ოცნებას რა უნდა ქნას, ქართულმა ოცნებამ ეხლა რაღაცნაირად საკუთარ ამომრჩეველში უნდა გაამართლოს, რატო დაიჭირა ლილუაშვილი, რატო დაიჭირა ხარიბაშვილი, ანუ ორი ძლევამოსილი ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში, გირაოთი გამოუშვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რა ვიცი, მაგისტრის დაჭერაზე უარესია, ეხლა ალბათ მორალურად თუ საერთოდ მორალი აქვს ხარიბაშვილს, მაგრამ წესით ციხეში უნდა იჯდეს და მილიონი ლარი სანაცვლოდ არის გარეთ, მაგრამ ხო, ბრალდება წაუყენა კორუფციის. ანუ ეს ადამიანები, რომლებიც ქართული ოცნების მთავარი ბირთვი იყვნენ წლების განმავლობაში, მაღალ თანამდებობებზე იყვნენ, ამ ქვეყანას მართავდნენ და ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა იყვნენ. ეს ადამიანები უცებ ისევ ქართული ოცნება გვეუბნებოდა, რომ აღმოჩნდნენ ტოტალურ კორუფციაში, რომლებიც პარავდნენ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის გავიგეთ ბავშვებს, 25 პენსიონერებს და ბავშვებს, აი მათ შორის არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, kas ქვეყნის გარეთ გავიდნენ და ევროპელ პენსიონერებს ძარცვავდნენ კოლ-ცენტრების მეშვეობით. ეხლა ნახეთ, კითხვა ხო უჩნდება ქართული ოცნების ამორჩეულს, როგორი მხარდაჭერის არ უნდა იყოს, რომ კაცო, ეს ხალხი თუ ესეთი კორუმპირებული იყო, ამდენი წელი, რატო არ იცოდით ეს ყველაფერი და რატო ყავდათ? ამიტომ ეს ხალხი ეხა რომელიც გონია ქართულ ოცნებას, რომ შეუძლია აი ესეთი იდიოტური არგუმენტებით მოატყუოს, რას ეუბნება, რომ ესენი ცუდები კი არ იყვნენ, კაცო, ცუდები მაშინ გახდნენ, აგერ ნაციონალური მოძრაობის აფინანსებდა თურმე და ამიტომ და კრიტიკულ მედიას აფინანსებდა თურმე, იმ მედიას, რომელმაც სხვათა შორის ლილუაშვილმა უჩივლა კოლ-ცენტრებზე ტყუილს მაბრალებსო და საქმე ის მოუგო მერე ამ თავისუფალ და დამოუკიდებელ სასამართლოში, მაგრამ ყველაზე მთავარი ამ პროცესში რა არის ეკა? რატომ ახლა? მე აი ეს მაინტერესებს და თუ გაქვთ თქვენ ვარაუდი. ეს ძალიან მარტივი და ჩვენს ხო რა არის? ეს არის ჩვეულება, ამას ხო არაფერი საერთო კორუფციასთან ბრძოლასთან არ აქვს რეალურად, იმიტომ რომ კორუფციასთან თქვენ კითხვა დავსვით, რომ რატო დახურეს სასამართლო და იმიტომ რომ ამ კითხვებზე პასუხი არ აქვს, იმიტომ რომ ლილუაშვილი ვის წარმოუდგენია ამ ქვეყანაში, რომ მარტო მოიპარავდა და მარტო დაკრიშავდა კოლ-ცენტრებს. არა, ქართულ ოცნებაში ეს იცოდა ყველამ. ქართულ ოცნებაში მარტო მოპარავდა ბავშვებს. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებაში ეს და ყველა ეს მოპარული ფული ნაწილდებოდა ყველასთან. ამიტომაც თუ კორუფციასთან ბრძოლაზე თუ მიდგება საქმე, მაშინ კორუფციასთან ბრძოლა თუ არის, უნდა დაიჭირო ყველა დაწყებული ბიძინა ივანიშვილით, რომელიც აი ამ კორუფციული სქემის სათავეში დგას, დამთავრებული, რა ვიცი, ქვედარგოლით ქართული ოცნებით, იმიტომ რომ ამ კორუფციულ სქემაში, რომელიც სისტემურია, ასეულობით ადამიანი არის გარეული და ასობით ქართული ოცნების წევრი ძარცვავდა საქართველოს მოქალაქეებს. უბრალოდ ეხლა ეს არის კლანური ბრძოლა, შორის ეს ფასების დასთან დაკავშირებით დღეს რომ გამოაცხადა ყობახიძემ, თურმე ეხლა აღმოაჩინა ესეც სხვათა შორის ლევან ხაბეიშვილი იყო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მე შევახსენებ ეხლა საზოგადოებას ემახსოვრება, რომ ჩვენ მთელი კამპანია ქონდა ფასების დასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში და ქონდა ლევან ხაბეიშვილს, ლაშა ფარულავას და ვასო ურუშაძეს. ეს ბიჭები დადიოდნენ, მიმართავდნენ მათ შორის. საოცარია, რომ ხელისუფლებაში ყოფნის 13 წლის თავზე აღმოაჩინა ირაკლი ყობახიძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ გვიმტკიცებდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეკონომიკა გვაქვს და ხალხი კარგად ცხოვრობს და ფერარის ცენტრიც გახსნა ძალიან დიდი პომპეზურობით, თვითონ გავიქცევთ და ფერარებს ვიყიდით 5-5-ს ერთად. მაგრამ ანა, მაგ თემას დაუბრუნდეთ აუცილებლად. აი თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს არ არის ცხადია კორუფციასთან ბრძოლა და რომ ლილუაშვილი ცხადია მარტო არ იქნებოდა ამ საქმეში. სადღაც მივა ეს გამოძიება, როგორ ფიქრობთ და თუ ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა, თქვენ საქმაში ეს რა არის? ეს არის ბიძინა ივანიშვილის შურის ძიება? თუ ეს არის მართლაც კლანებს შორის ბრძოლა? ეს არის ჩვეული კლანო, ეს ხო ძალიან მარტივი დასანახია მათ შორის ქართული ოცნების ამორჩევლისთვისაც. ისინიც კი, რომელმე
მათ შეიძლება არ აღიარონ ეს საჯარო საკუთარ თავებში რო ჩაიხედავენ ზუსტად ხედავენ ეს რა არის. ანუ კორუფციასთან ბრძოლა ეს არ არის, ეს არის შიდა კლანური ბრძოლა. ეხა კობიძინა, რომელიც აი რა ვიცი, ჩაულებრივი ფსიქოპატია, ახლა პარანოიას როდის მოილანდება, ვინ არის მისი ისა რა ქვია მტერი, ამას ვერა ვერ გაიგებს. შვილი ვიყავდა ღარიბაშვილი და შვილი ვიყავდა ლილუაშვილი, მაგრამ აი ესე მოილანდა, რასაც ეხლა ძალიან კარგად იყენებს კობახიძე, რომელსაც თავისი გუნდი ჩანაცვლება უნდა ღარიბაშვილის და ლილუაშვილის გუნდით და მათ შორის მიმწილების რაც ღარიბაშვილს და ლილუაშვილს ჰქონდათ, ამიტომ ეს პროცესი მიდის. ეხლა აქ სხვა არაფერი არ მიდის და აქ სარგებლობა საქართველოს მოქალაქეებს არაფერი არ აქვს. ფასების დასთან ერთად მე რატო აღვნიშნე? იმიტომ რომ აქაც ეგ პროცესი არის, ეხლა 13 წლის თავზე რა ეხლა გაახსენდათ რომ საქართველოს ბავშვების 35% სკოლაში შიმშილობს და ჩვენ ვთხოვდით სპეციალური პროგრამის დაწყებას უფასო კვებასთან დაკავშირებით და ეს არ გააკეთეს და აქაც რა პროცესია? აქაც აი ეს კონკრეტული ბიზნესმენები, რომლებსაც ეგონათ რომ ჩუმად თუ იქნებოდნენ, არავინ არასოდეს არ შეეხებოდათ რეალურად ფასების ზრდა კი არ აწუხებს ეხლა კობახიძეს. აი იქ ვიღაცა ბიზნესმენები, რომლებიც წარმოუდგენია რომ ღარიბაშვილთან და ლილუაშვილთან უფრო ახლოს იყვნენ, იმიტომ რომ ითვლებოდა რომ ლილუაშვილი იყო ადამიანი, რომელსაც ბიზნესმენებთან აკავშირებდა მეგობრობა და ყველასთან მაგათთან მიღებული ტიპი იყო და ლილუაშვილი ალაგებდა. ეხლა კონკრეტული სეგმენტი აქვს არჩეული, ეს არის სუპერმარკეტების ქსელი. ყველა ამ სუპერმარკეტის ქსელის, ამ რო დააკვირდეთ, ყველა ამ სუპერმარკეტის ქსელი დაწყებული, რა ვიცი, კარფურიდან ყველა აბსოლუტურად ეს ადამიანები მეპატრონები არიან, ქართული ოცნების მხარდამჭერები და შემომწირველები, ქართული ოცნების წევრები მათ შორის. ანუ რა ხდება? რეალურად ხდება ის, რომ კობახიძე ახლა იმ ბიზნესმენებს დაერევა, რომლებსაც ის რო კავშირები ჰქონდათ ლილუაშვილთან. და ყველა ამ ბიზნესმენს აიძულებს, რომ ან კობახიძესთან ითანამშრომლონ, ან მოუწევთ აი ნამდვილი რეკეტი რა არის ბიზნესის რეალურად. აი ნახავენ ეხლა და ნახავენ იმასაც, რომ ჩვენ რო ვეუბნებოდით, რომ ყველასთან მოვა ეს სისტემა, მარტო ჩვენთან კი არა, ყველასთან რაც არ უნდა ჩუმად იყო, რეალურად ნახავენ ეხლა, იმიტომ რომ ფასები ზრდა, იმას დამოკიდება, ან სუსი რა შუაში არის, სუსმა რო დაიწყო ეხლა. სამართალდამცავებმა დაინტერესნენო და სუსმა ეგრევე გააკეთა განცხადება. სუსი რა შუაშია, ფასები ზრდა ქვეყანაში, სადაც ოლიგარქიული მართლობა გაქვს, სადაც თავისუფალი სასამართლო არ აქვს, სადაც კონკურენტუნარიანი გარემო არ არის, სადაც პოლიტიკური პატიმრები ყავს, სადაც კარტელური გარიგებებია, სადაც ყველა კორუფცია არის იმ დონეზე, რომ არ ვიცი, ყოფილ პრემიერ-მინისტრს იპარავენ იმ ქვეყანაში წარმოუდგენელია უბრალოდ, რომ შენ არ ქონდეს ის ეკონომიკური სიტუაცია, რა ეკონომიური სიტუაციაც გაქვს, ან გამოასწორო, თუნდაც იმით, რომ რომელიღაც მარკეტის ეს რა ქვია, ქსელის დირექტორი დაიჭირო. ძალიან კარგად იცის კობახიძე, რო შეადარა საფრანგეთს და რო შეადარა ევროპას. კი, ევროპა ჩვენ იმიტომ გვინდა, რომ მან დაბალი ფასებია მათ შორის პროდუქტებზე, იმიტომ გვინდა რომ კეთილდღეობაა, იმიტომ რომ ნამდვილი კანონობს, იმიტომ რომ იქ ასეთი წნეხი არ არის, იმიტომ რომ იქ ასეთი კორუფცია არ არის. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნამდვილი სტაბილურობა და ნამდვილი კეთილდღეობა საქართველოს მოქალაქეებისთვის არის ევროპაში, ამიტომ არის ევროპა ჩვენი თვითმიზანი. ამიტომაც რასაც ახლა ვუყურებ. ხო, მაგრამ ოცნების ამომრჩეველს რომ დაუბრუნდეთ, აი დაიჯერებს ოცნების ამომრჩეველი, რომ დღევანდელი ეს აბსურდული განცხადება კობახიძის და ამაზე მე რომან გოცირიძესთან ვილაპარაკებ ზუსტად თქვენს შემდეგ იქნება ის ჩემი სტუმარი, არის მათზე ზრუნვით ნაკარნახები და იჯერებს როგორც იცით რა, მე არ მგონია რომ მე ქართული ოცნების ამომრჩეველს მიუხედავად ჩემი რადიკალურად განსხვავებული პოზიციისა, მაინც პატივცემ როგორც საქართველოს მოქალაქეებს და მე არ მგონია ისინი სულელები და არ მგონია ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ეს ქვეყანა. უბრალოდ მე მგონია რომ მათ საკუთარ თავებში რომ ჩაიხედონ ძალიან კარგად იციან ეხლა რა მდგომარეობაში აგდებს მათ ქართული ოცნება. უბრალოდ მათ უნდა გაბედონ და თვალი გაუსწორონ ამ რეალობას, იმიტომ რომ იმასაც ქართული ოცნების ამომრჩეველსაც და მეც და თქვენს ერთ ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება. ჩვენ ყველას გვეხება ეს ფასების ზრდა. ყველას მოგწონს თუ არ მოგწონს ლილუაშვილი, ყველას გვეხება ის, რომ ამ ქვეყანაში არის აღვირახსნილი და სისტემური კორუფცია. ყველას გვინდა რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ. ამიტომაც როგორიც არ უნდა იყოს მცდელობა, მე შეურაცხყოფილად ვიგზავნდი ქართული ოცნების ამომრჩევლის ადგილას, თვალს აი ესეთი სულელი მოვეგონოთ, რომ მუდმივად რაღაც საკენკი მომიყაროთ. აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რაზეც ეხლა თუნდაც დღეს მე და თქვენ საუბრობთ კონკრეტულად, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს იყო ყოველთვის განსაკუთრებით არჩევნების წინ არის ხოლმე აქცენტირებული ოპოზიციური პარტიების მხრიდან, მაგრამ აი ხომ არ ფიქრობთ, რომ დღესაც საჭიროა რომ იმსჯელონ პარტიებმა და მეტი ისაუბრონ იმაზე, დაუშვათ იგივე კორუფციასთან დაკავშირებით, როგორ იქნება ეს ყველაფერი აღმოფხრილი მათი ხელისუფლებაში
ყოფნის შემთხვევაში როგორ იქნება ეკონომიკური ზრდა გარანტირებული და აი ასეთი სავალალო სიღარიბე აღმოფხრილი თუნდაც ხომ არ ფიქრობთ რომ საჭიროა ამაზე თქვენგან მეტი საუბარი? ეგ რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ყოველთვის მზადა ვარ და ყოველთვის გახსნილი ვარ და თან ყველა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ გვისაუბრია ამაზე, მათ შორის და არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ როგორ უყურებთ ამას და მით უმეტეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ამის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, როგორ ამოიყვანა ჭაობიდან ქვეყანა და როგორ გახადა ეკონომიურად წარმატებული და შექმნა თანამედროვე სახელმწიფო კორუფციის გარეშე და იმის გარეშე, რომ სახელმწიფო ყოფილიყო რეალურად საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამიტომაც საქართველოს მოქალაქეებს ახლა ამის გამოცდილება მათ შორის ქართული ოცნების სამომრჩეველსაც თუ რეალობას თვალს გაუსწორებს, ამის ეს რას შეადაროს ნამდვილად აქვთ ეკონომიურად მათ შორის, ხო? რას შეადაროს, რა იყო საქართველოს 9 წელი მათ შორის ეკონომიკურად, აი ბენზინი სააკაშვილი იპარავს ლარსო, ელექტროენერგიის ფასი რომ იზრდება ახალი წლიდან. სად არის? აი ორჯერ გაიზარდა ნაციონალური მოძრაობის შემდეგ საწვავის ფასი და ვინ იპარავს ახლა? მოთხოვეს პასუხი. აი ელექტროენერგიის საფასურს რო ზრდიან და უფასო ელექტროენერგიას და გასპირდებოდა ქართული ოცნება. ეხლა რო ელექტროენერგიის საფასური იზრდება, არ მოსხოვენ ამაზე პასუხს ქართული ოცნების მხარდაჭერას. აი პროდუქტებზე რო სამჯერ გაზრდილი ფასი არის, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის დროს იყო, ამაზე არ მოსხოვენ პასუხს ქართული ოცნებას. ეს ვიგულისხმობ, სწორედ, ხომ არ არის საჭირო ამაზე მეტი საუბარი. რა თქმა უნდა და ეს გამოცდილება მით უმეტეს საქართველოს მოქალაქეებს აქვთ, რა იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს, თუმცა რა თქმა უნდა მუდმივად საუბარი მათ შორის ქართული ოცნების ამ მომრჩეველთან, რატო გვინდა ჩვენ და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ესეთ ეკონომიკურ კოლაფში არ იყოს, მათ შორის და პირველ რიგში დიქტატორი რო უნდა მოვიშოროთ, ამაზე მუდმივად მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებთან საუბარი. ნამდვილად, ანა, მადლობა ძალიან დიდი. დამდეგს გილოცავთ, არ მგონია ახალ წლამდე კიდევ მოვახერხოთ ჩვენ შეხვედრა.